მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ახალ გენზე, CRISPR, რომელსაც შეუძლია კიბოს რისკის მაქსიმუმამდე შემცირება, უფრო ძლიერი ძვლების ჩამოყალიბება და ნაკლები ტკივილის მგრძნობიარობა. ამ გენის საშუალებით ადამიანს შეეცვლება თვალის ფერი და დამატებით სმენის ორგანოები გაუუმჯობესდება. ნაგულისხმევ გენს ასევე სუპერმენის მუტაციასაც უწოდებენ. განვითარებული ახალშობილები. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც ჩვილების ჯერ კიდევ დაბადებამდე განვითარება სურთ. ამას უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობების საშუალებით აპირებენ. მომავლის ბავშვები დაბადებიდანვე შეძლებენ ლაპარაკს. მომდევნო საუკუნეში ადამიანი რადიკალურად შეიცვლება. ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და ბევრ ისე ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაზეც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას, ანუ ჩვენ, როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა და თეორეტიკოსმა მიჩიო კაკუმ The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოებას მოუთხრა, რა ელის მსოფლიოს უახლეს და შორეულ მომავალში. საგულისხმოა, რომ პროგნოზები რეალურ სამეცნიერო აღმოჩენებს ეფუძნება. მოდი გავეცნოთ მიჩიოს ვარაუდებს. 2030 წლისთვის მსოფლიოში ახალი ტიპის კონტაქტური ლინზები გაჩნდება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ინტერნეტში შესვლა. ისინი მომხმარებლებს ვირტუალურ რეალობასაც უჩვენებენ. თუ ვთქვათ, ლონდონში უცხოელს კითხავთ, როგორ მოხვდეთ უახლოეს რესტორანთან, ის გიპასუხებთ, ხოლო ხმის ამომცნობის სპეციალური ტექნოლოგიები მის ნათქვამს გადათარგმნიან და ტექსტი პირდაპირ თქვენ თვალწინ გაჩნდება. თავისუფლად გაიყიდება ასევე სხვადასხვა სათადარიგო ნაწილი ადამიანის ორგანიზმისათვის. 20 წლის შემდეგ საზოგადოება ტელეპათიის უნარს შეიძენს. დღეს მეცნიერებს უკვე შეუძლიათ პარალიზებულთა ტვინში სპეციალური მიკროსქემები ჩანერგონ, რომელთა მეშვეობითაც მათ შეეძლებათ მარტოოდენ აზრის ძალის გამოყენებით მართონ კომპიუტერები. იაპონური კომპანია Honda-ს ინჟინრები უკვე ქმნიან რობოტებს, რომლებსაც პაციენტები აზრის ძალის გამოყენებით მართავენ. მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიებსაც, რომელთა მეშვეობითაც მომავალში შესაძლებელი იქნება სიბერის გახანგრძლივება. უკვე 100 წლის შემდეგ კოსმოსური ხომალდებით ვარსკვლავებს მივაშურებთ. შემდგომ ადამიანები ვარსკვლავური სივრცის კოლონიზაციასაც შეძლებენ. 100 წლის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ დაამარცხებს კიბოს. მომავალზე ფიქრი და შინაგანი განსჯა სრულიად ინდივიდუალური საქმეა. უბრალოდ ვიტყვი, რომ აი ესაა ადამიანის მომავლის განვითარების შესაძლო სცენარი და გკითხავთ, დაფიქრდით, ისურვებდით თუ არა ამ სცენარში ყოფნას. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.